გარემოს დაცვის მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კავკასიის ბუნების ფონდი ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 190,000 ლარს გამოყოფს. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ეროვნული პარკის მოვლას და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. დიდი თუ მცირე თანხა, რომელსაც ვიზიდავთ დაცული ტერიტორიების ემსახურება ერთხმის, ერთი რომ კონსერვაცია მოხდეს კარგად ჩვენი გარემოს და მეორე მივიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი შევქმნათ, უფრო მეტი სერვისი, რათა ეს შემოსული თანხები ზოგადად გადანაწილდეს იმ მოსახლეობას და სიკეთენახოს იმ მოსახლეობას, რომელიც დაცული ტერიტორიის მიმდებარე ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ეროვნული პარკების განვითარებას და უპირველეს ყოვლისა ბორჯომ ხარაგაულის პარკის განვითარებას. 190,000 ლარი 2012 წელს დაიხარჯება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაში.